I'm German homelos, I drink coffee and I know things. 33 ეპიზოდის თემა არის გონვეულობის აუცილებლობა. საინტერესოა, რაც შეიძლება ნიშნავდეს სიტყვა გონვეული. გონება და ეული, აშკარად ამ ორი სიტყვის შეერთებითაა მიღებული, ხომ? მაგრამ ეს ვ რაღაც გაჩხერილა შუაში. არა, რა უნდა, რისთვის არის ნეტავ. სიტყვა, თვითონ ტერმინი გონვეული, გონვეულობა ეს არის ადამიანის ჯანსაღი დონის თავდაჯერებულობის საუკეთესო ვერსია. უმაღლესი საფეხური. ეს არის მდგომარეობა, როცა ადამიანი თავისი გონების ყველა შესაძლებლობას და უნარს იყენებს ცხოვრებაში. ეს ჭკუა შეფუთული და სეიფში გამოკეტილი კი არ აქვს, როცა ძალიან დასჭირდება მხოლოდ მაშინ გამოვიყენებო. ასე კი არა, არამედ სულ აზროვნებს, სულ ცდილობს ყველაფრის ჭკვიანურად დანახვას და გაკეთებას. ანუ გონებით დადის და ეს ვც იმიტომ არის, რომ აღებულია სიტყვისგან სვლა, გონსვლა. ამას ამდენი ბოდიელი და ფილოსოფია რატომ უნდაო იტყვიან. მაგრამ სამწუხაროდ უნდა და თან ძალიან უნდა, რადგან საზოგადოების უმეტესი ნაწილი გონებას მთელი თავისი შესაძლებლობებით არ იყენებს. პატარა ნამცეთს იღებს გიგანტური ტორტი გონების მეტაფორად რომ ავიღოთ. ამ ტორტის რაღაც პატარა ციცქნა ნამცეთს იღებს მხოლოდ. რამე განსაკუთრებული და საგენიოსო არაფერია. ადექი თუ გინდა დაჯექი და იაზროვნე, მთავარია იაზროვნო. ამ სიტყვის მეორე ფენის მნიშვნელობას თავად გვეუბნება სიტყვა გონვეული. ოღონდ ახლა ეს ვ უნდა ამოვაგდოთ წამით და დარჩა გონეული. ანუ მარტო მყოფი გონება, ერთადერთი, ან ძალიან იშვიათი. გონვეული ადამიანები ისეთი ცოტანი არიან, ისეთი ცოტანი, რომ ამ ხელა მსოფლიოში თითო ქვეყანაში მხოლოდ 3 გონვეული თუ გვხვდება. და ეს ეულიც ამიტომაა შეფარული, შერწყმული სიტყვასთან სვლა, რადგან ძალიან ცოტანი არიან. და მაინც ვინ არიან ასეთი განსაკუთრებულები და ორიგინალურები, რომ ასე რთულია მათი პოვნა. რას აკეთებენ ასეც? რას აკეთებენ და რაც თავში ვთქვით, გონების ყველა სიკეთეს თავიანთ სასარგებლოდ იყენებენ. და რაში გამოიხატება ეს? ისინი ცხოვრებას ხედავენ და საფუძვლიანად აღიქვამენ როგორც თამაშს, რომელიც თან გვწვრთნის, თან გვასწავლის და თან ამასთან ერთად გვართობს. რაიმე რთული და მძიმე პრობლემა შეხვდებათ? არა უშავს იტყვიან. ალბათ ასეა საჭირო, აბა ისი სწავლა შემიძლია აქედანო, აბა რა სარგებელს ვიღებ აქედანო და თან ამას მექანიკურად კი არ აკეთებენ და თანაც თუნდაც იძულებით, არამედ თან რაღაც დონეზე სიამოვნებას იღებენ, რადგან ესმით ბოლომდე, რომ ცხოვრება სულ ნამცხრების ჭამა და ივნისში მინდორში ნავარდობა არ არის. ხანდახან ზამთარიც მოდის, ხან წვიმს, ხან სიტყვა, ხან ქარიშხალია, ხან ყინავს, მაგრამ მერე რა, ესეც ცხოვრების ნაწილია, საინტერესოა, ჭკუის მასწავლებელია, კარგია. აბა სულ კარგ ხასიათზე ყოფნა ხომ მოსაწყენია. ასეთია დედამიწაზე ცხოვრება, ასეთი. ყოველი დღით, წუთით და წამით უნდა იყო ბედნიერი და მადლიერი, რომ ასეთი მრავალფეროვანი გრძნობების განცდის საშუალება მოგეცა. გონვეულები იმდენად არიან თვით დაჯერებულები ცხოვრების მიმართ ამ დამოკიდებულების სისწორეში, რომ გადამეტებულად გაბრაზებაც კი აღარ შეუძლიათ. უკვე თავს აღარ იმძიმებენ, აღარ ისტრესავენ უაზროდ და ზედმეტად, არამედ ყველაფერში გაკვეთილის დანახვას ცდილობენ და ნებისმიერი ცუდი მოვლენის თავიანთ სასიკეთოდ შემოტრიალების ნიჭი აქვთ და რომც ვერ ვუგებდეთ გონვეულს, რომ დავფიქრდეთ სულ ცოტათიც, მართლა ეგრეა. რაღაც იმიტომ ხდება, რომ ასეა საჭირო რომ მოხდეს. აი რაღაცა ძალიან გვინდოდა და ვერაფრით გავაკეთეთ. ან მივიღეთ ასე შემდეგ. იმიტომ ვერ მივიღეთ, რომ რაღაც ზიანის მოყენება შეეძლო მის მიღებას, მოხდენას და ღმერთმა დაგვიცვა ამისგან. ან რაღაც ბევრად უკეთეს გვიმზადებს წინ. აი ასე სულ თავის სასარგებლოდ ატრიალებს ყველაფერს გონვეული. კი არ ჩერდება და ერთი და იგივე რამეზე 100 წელი კი არ უტრიალებს. ღმერთო ეს რატომ დამემართა, რა დავაშავე, როგორ მეტკინა გულიო და ასე შემდეგ. ასე კი არ იქცევა. არა, მოხდა და მოხდა, მთავარია რისი სწავლება უნდა და ღმერთს ამითო ასე ფიქრობს. შეიძლება დაუკვირვებელი თვალისთვის და გონებისთვის გონვეული ცოტა არ იყოს და უდარდელი, ფეხებზე მკიდი ადამიანი ჩანდეს, მაგრამ კარგად თუ ჩააკვირდები, დაინახავ, რომ მაგარი ჭკვიანი ვინმეა და ასე პირდაპირ და მოურიდებლად ეგრევე უნდა მიბაძო. უნდა ისიამოვნო ცხოვრების ყველა წამით და თან ისწავლო მისგან მეტი და მეტი.